მანამ სანამ დიდი სამეფოები და იმპერიები წარმოიშვებოდა, არსებობდა თემები, რომლებმაც დაიწყეს ადამიანის ცხოვრების წესის შეცვლა. მათ ააშენეს დიდი ქალაქები, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული მთავრობა და გამოიყენეს წერა პროდუქციის, მუშახელისა და ტრანზაქციების აღსანიშნავად. ერთ-ერთ პირველ ასეთ საზოგადოებად სუმერები ითვლებიან. სუმერები ცხოვრობდნენ მესოპოტამიის სამხრეთ ნაწილში, ეს არის უძველესი რეგიონი, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ერაის ტერიტორიაზე. სიტყვა მესოპოტამია ნიშნავს მდინარეებს შორის მიწას, რადგან იქ მიედინება ტიგროსი და ევფრატი. აქ ჩამოყალიბდა ისეთი ქალაქები, როგორიცაა ურუქი, ური, ლაგაში, ერიდუ, ქიში და ნიპური. ამ ქალაქებმა თავდაპირველად ერთიან ქვეყანას არ შექმნეს. თითოეული მათგანი დამოუკიდებელ ქალაქ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰყავდა საკუთარი მმართველი, ტაძარი, სასოფლო-სამეურნეო მიწები, მუშები და სამხედროები. მესოპოტამიის სამხრეთი ნაწილი საცხოვრებლად ადვილი არ იყო. იქ ძალიან ცოტა ხე და ქვა იყო და მეტალი, რომელიც შეიძლება დამოყენებულიყო წარმოებაში. ვრცელი იყო ველები და მიწის მრავალი ნაწილი გარშემორტყმული იყო ტალახითა და ჭაობებით. მიუხედავად ამისა, სამხრეთ მესოპოტამიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტიგროსისა და ევფრატის მდინარეები, რადგან ისინი ამარაგებდნენ ველებს წყლითა და ნოხიერი ტალახით. თუმცა მდინარეების დინება ხშირად იცვლებოდა და ეს შეიძლება დამანგრეველი წყალდიდობების მიზეზი გამხდარიყო. ამიტომაც გლეხებს არ შეეძლოთ მხოლოდ წყლის ბუნებრივ დინებაზე დაყრდნობა. ამის გამო აქ მცხოვრებლებს მოუხდათ არხების კათხა, დამბების აშენება და წყლის ნაკადის კონტროლი თავიანთი ნათესებისკენ. ამ სისტემას სარწყავი სისტემა ეწოდება. ამით წყალი მიეწოდებოდა იმ მიწებს, რომლებიც თავად მდინარიდან შორს იყო. სინამდვილეში ყველაფერი სუმერელების მოსვლით არ დაწყებულა. ათასობით წლის წინ სუმერულ ენაში გაჩნდა. იმ დროიდანვე სამხრეთ მესოპოტამიაში უკვე არსებობდა სასოფლო-სამეურნეო თემები. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო უბაიდის პერიოდი, რომელიც დაიწყო დაახლოებით მე-6000 წლებში, ჩვენს ერამდე. ამ პერიოდში ხალხმა ააშენა მუდმივი დასახლებები, გამოიყენა სარწყავი სისტემა, დაამზადა კერამიკა და ააშენა რელიგიური დანიშნულების შენობები. ამ დასახლებათაგან ზოგიერთი განაგრძობდა ზრდას და შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი ქალაქები გახდა. ამის შემდეგ მოჰყვა ურუკის პერიოდი, რომელიც დაახლოებით მე-4000 წლეულიდან მე-3000 წლეულის დასაწყისამდე გაგრძელდა ჩვენს ერამდე. ამ პერიოდში ზოგიერთი დასახლების მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა. ეს ყველაზე ნათლად ჩანს ურუკში, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი ძველ მსოფლიოში. როდესაც ურუკი იზრდებოდა, ასევე იზრდებოდა საქმეები, რომლებიც საჭიროებდა მართვას. მოსავლის დათვლა, საკვების განაწილება, სამუშაოს ორგანიზება და საწყობებში შემოსული და გასული პროდუქციის აღრიცხვა აუცილებელი გახდა. ამის გამო მოხელეები იყენებდნენ პატარა ჟეტონებსა და ნიშნებს, რათა წარმოედგინათ პროდუქციის რაოდენობა და ტიპი. დროთა განმავლობაში ეს ნიშნები გადაიქცა სიმბოლოებად, რომლებიც ამოთვიფრეს სველ თიხის ტაბულებს და ასე შეიქმნა ერთ-ერთი უძველესი ცნობილი წერის სისტემა, დაახლოებით 3200 წლით ადრე ჩვენს ერამდე. ამ პერიოდში პირველად გამოჩნდა ტაბულებზე ენა, რომელსაც ჩვენ სუმერულს უწოდებთ. სუმერული არის ენის იზოლატი. ეს ნიშნავს, რომ მას ჯერ არ აღმოუჩენიათ ნათესავი სხვა ცნობილ ენის ოჯახებთან. იმის გამო, რომ მათი ენა განსხვავებულია, დიდი ხანია სწავლობენ, საიდან მოდიან სუმერები. არსებობს ძველი თეორიები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი შეიძლება სხვა რეგიონიდან მოვიდნენ. თუმცა ჯერ არ არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც ნათლად აჩვენებს მოულოდნელ მოსვლას ან მოსახლეობის მასობრივ შეცვლას. შესაძლოა სუმერული კულტურა თანდათან ჩამოყალიბდა სხვადასხვა ჯგუფების შერწყმით, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობდნენ სამხრეთ მესოპოტამიაში. ასევე შესაძლებელია, რომ ახალი ხალხიც მოვიდა და შეუერთდა უკვე არსებულ საზოგადოებებს. რადგან წერის სისტემა ჯერ არ არსებობდა პირველ ეტაპებზე, ზუსტად რა მოხდა არ არის ჩაწერილი. ასევე არსებობს ცნობები უძველეს ადგილზე, რომელსაც დილმუნი ეწოდება, ჩვეულებრივ მას პარეინთან და სპარსეთის ურის მიმდებარე ტერიტორიებთან აკავშირებენ. დილმუნი მაშინ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა მესოპოტამიასა და სხვა ქვეყნებს შორის. სუმერელთა მოთხრობებსა და რწმენებში დილმუნი ასევე აღწერილია როგორც სუფთა, მშვიდ და ნაყოფიერ ადგილად, რომელიც ღმერთებთან ახლოს იყო. თუმცა მტკიცე არქეოლოგიური მტკიცებულებები არ ამბობს, რომ ყველა სუმერელი დილმუნიდან იყო წარმოშობით. უფრო ნათელია, რომ სამხრეთ მესოპოტამიასა და პერსიის ყურის დასახლებებს შორის სავაჭრო კავშირი არსებობდა. სინამდვილეში ვაჭრობა მნიშვნელოვანი იყო სუმერის განვითარებისთვის. მათი მიწა ხის, ქვისა და ლითონის ნაკლებობას განიცდიდა. მათ საჭიროებდნენ მასალების მოპოვებას შორეული ადგილებიდან. სანაცვლოდ მათ შეეძლოთ მიეწოდებინათ მარცვლეული ქსოვილი
ზეთი და სხვა პროდუქტები, რომლებიც მათ ქალაქებში მზადდებოდა. თუმცა, სანამ მათი ვაჭრობა გაფართოვდებოდა, აუცილებელი იყო საკმარისი საკვების ქონა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა სარწყავი სისტემა. როდესაც არხები წესრიგშია, შესაძლებელია ფართო ქერის ველების მორწყვა, ფინიკი, ბოსტნეული და სხვა მცენარეები, როცა მოსავალი იზრდება, აღარ არის საჭირო, რომ ყველა ადამიანი იყოს გლეხი. ზოგს შეუძლია გახდეს მექოთნე, მშენებელი, მეტალურგი, ვაჭარი, მღვდელი, ჯარისკაცი ან მმართველი. ამას შრომის სპეციალიზაცია ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს სხვადასხვა სამუშაო აქვთ. რადგან არიან გლეხები, რომლებიც მთელი საზოგადოებისათვის საკმარის საკვებს აწარმოებენ, შრომის დანაწილებასთან ერთად გაჩნდა უფრო რთული საზოგადოება. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ასხვისგებელნი იყვნენ საწყობებზე, არხებზე, ტაძრებზე, მუშებზე და ვაჭრობაზე. საჭირო გახდა დაგეგმილიყო, ვინ გათხრიდა არხს, ვინ შეაკეთებდა დაზიანებულ ბარიერს და როგორ გაიყოფოდა მოსავალი. მესოპოტამიაში სარწყავი სისტემები ერთმა ჯგუფმა არ შექმნა. ისინი მრავალი თაობის განმავლობაში იქნებებოდა და ფართოვდებოდა. მაგრამ მოსახლეობის ზრდასთან ერთად ის კიდევ უფრო დიდი და ორგანიზებული გახდა. მთელი ქალაქის კეთილდღეობა შეიძლება დაზიანებულიყო, თუ მთავარი არხი უყურადღებოდ დარჩებოდა ან წყლის ნაკადი სხვა მიმართულებით წავიდოდა. ამის გამო მნიშვნელოვანი გახდა ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც ბევრ მუშას ორგანიზებას შეძლებდნენ. მათ შორის იყო ტაძარი, რომელიც მხოლოდ სალოცავი ადგილი არ იყო. ტაძარი ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო მიწის, საწყობების, პირუტყვისა და პროდუქციის მართველი და ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ქალაქის რელიგიურ და ეკონომიკურ საქმიანობაში, სუმერელთა შეხედულებით ქალაქი და მისი მიწები ერთ-ერთი მთავარი ღმერთის დაცვის ქვეშ იყო. ურუქი დაკავშირებული იყო ქალღმერთ ინანასთან. ხოლო ური დაკავშირებული იყო მთვარის ღმერთ ინანასთან. ამასობაში უძველესი ქალაქი ნიპური იყო ენლილის თაყვანისცემის მთავარი ცენტრი. ენლილი სუმერელთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლევამოსილი ღმერთი იყო. რადგან ენლილი მნიშვნელოვანი იყო, ნიპურს განსაკუთრებული რელიგიური ავტორიტეტი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის არ იყო სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ქალაქი, მნიშვნელოვანი იყო მეფეების მიერ ენლილის ტაძრის აღიარება, რათა გაემყარებინათ თავიანთი ძალაუფლება. ადრეულ პერიოდში დინასტიური ეპოქის დროს დაახლოებით მე-3 ათასწლეული ჩვენს ერამდე ცხადი იყო, რომ შუმერი იყოფოდა მრავალ ქალაქ-სახელმწიფოდ. ქალაქები ერთმანეთთან ახლოს იყო, მაგრამ ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის, არხების გასასვლელებისთვის და ვაჭრობის კონტროლისთვის. მმართველები იყენებდნენ ისეთ ტიტულებს, როგორიცაა ენსი და ლუგალი. ამ ტიტულების ზუსტი მნიშვნელობა იცვლებოდა ქალაქისა და ეპოქის მიხედვით. ენსი, როგორც წესი, იყო მმართველი, რომელსაც ჰქონდა ადმინისტრაციული და რელიგიური ფუნქციები. ლუგალი პირდაპირ დიდ ადამიანს ნიშნავს და ჩვეულებრივ გამოიყენებოდა ძლიერ მეფეს. არ არის ნათელი ერთნაირი იყო თუ არა მმართველების არჩევის პროცესი ყველა შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოში. არსებობს უძველესი ტექსტები, რომლებიც აჩვენებს საბჭოსა და მოქალაქეთა შეკრებებს. თუმცა შეზღუდულია მტკიცებულებები მათი ძალაუფლების მასშტაბის შესახებ. დროის გასვლასთან ერთად მეფეები უფრო ძლიერები გახდნენ და ძალაუფლების ოჯახში გადაცემა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასევე არსებობს ნათელი მიზეზი, თუ რატომ გახდნენ მეფეები უფრო ძლიერები. როდესაც ომი იყო, წყალდიდობის საკვების დეფიციტის ან დიდი პროექტის დროს საჭიროა ადამიანი, რომელიც სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას და გასცემს ბრძანებებს. რადგან ლიდერს სამხედრო ძალა ეჭირა, საკვების, მუშახელისა და არხების კონტროლით მისი ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. ნელ-ნელა შეიცვალა მმართველობის ფორმა. ეს ქალაქები, რომლებიც ადრე ტაძრის გარშემო არსებულ თემებზე იყო დაფუძნებული, გადაიქცა ქალაქ-სახელმწიფოებად, რომელსაც მეფე მართავდა. და ამ ცვლილებასთან ერთად შეიქმნა არმიები, გადასახადები, დიდი პროექტები და უფრო ორგანიზებული მთავრობა. მაგრამ როგორც თითოეული ქალაქი ძლიერდებოდა, მათი კონკურენციაც უფრო მძაფრდებოდა. წყალი, რომელმაც სიცოცხლე მისცა სუმერს, ასევე გახდა მათი კონფლიქტების მიზეზი. არხის ან ნოყიერი მიწის კონტროლი შეიძლება ერთ ქალაქ-სახელმწიფოს გაამდიდრებდეს და მეზობელი დაასუსტოს. აქედან დაიწყო პირველი ცნობილი მეფეების ეპოქა. ომები და დაპირისპირებები სუმერის ქალაქებს შორის. ამ პერიოდში წერილობით წყაროებში უფრო ნათლად გამოჩნდა სუმერის ქალაქების დაპირისპირება. დაახლოებით 2900-დან 2350 წლამდე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე. სამხრეთ მესოპოტამია შევიდა ეგრეთ წოდებულ ადრეული დინასტიური პერიოდის ეპოქაში, უფრო ორგანიზებული გახდა თითოეული ქალაქ-სახელმწიფო, გაძლიერდა მმართველი ოჯახების ძალაუფლება, გაიზარდა ჯარისკაცების რაოდენობა და ტაძრები, რომლებიც რელიგიისა და ეკონომიკის ცენტრს წარმოადგენდნენ, უფრო დიდი გახდა. ამასთან ერთად თითქმის უწყვეტი იყო კონკურენცია მიწისთვის, წყლისთვის და სავაჭრო გზებისთვის. ერთ-ერთი ცნობილი დოკუმენტი, რომელიც უძველეს მეფეებს ეხება, არის შუმერული მეფეთა სია.
მისი ყველაზე სრული ასლი დაწერილია ველდ ბლანდელის პრიზმაზე. ეს არის თიხის ობიექტი, რომელიც დამზადებულია იმ ეპოქიდან, მრავალი საუკუნის შემდეგ, რომელსაც ის აღწერს. შუმერული მეფეთა სია არის სია იმ მეფეების, რომლებიც სუმერში მეფობდნენ. სიის მიხედვით მეფის ძალაუფლება ღმერთებისგან მოდის. აქვე ნათქვამია, რომ მმართველობა ერთი ქალაქიდან მეორეში გადადის. სიის პირველ ნაწილში მოხსენიებულია მეფეები, რომლებიც თითქოს ათასობით წლის განმავლობაში მეფობდნენ. სინამდვილეში მრავალი მეფე ერთდროულად მართავდა სხვადასხვა ქალაქს. თითოეულ ქალაქს ჰყავდა თავისი ღმერთი, კანონები, ტრადიციები და მმართველი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იმ დროს იყო ქიში. რადგან მას დიდ პატივს სცემდნენ, სხვა ქალაქების მეფეებიც იღენებდნენ ტიტულს ქიშის მეფე, რათა ეჩვენებინათ თავიანთი ძალა. ქიშთან ასოცირებულ მეფეთაგან ერთ-ერთი იყო ენმე ბარანგეში. ის მოხსენიებულია მეფეთა სიაში და ასევე აღმოჩენილია უძველესი წარწერები მისი სახელით. ამიტომ შესაძლებელია, რომ ის მართლაც არსებობდა. მისი ვაჟი აგა მოხსენიებულია ერთ ამბავში ქიშისა და ურუკის ბრძოლაზე. ხოლო ურუკში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეფე იყო გილგამეში. შესაძლებელია, რომ ის მართლაც არსებობდა. თუმცა მის შესახებ ბევრი ამბავი უკვე შერეულია ლეგენდებსა და რელიგიურ რწმენებთან. შუმერის სხვა ნაწილში ლაგაშიც გაძლიერდა. და ერთ-ერთი მისი მეფე იყო ეანატუმი, რომელიც მართავდა ძვეწელწლებინი მესამე ათასწლეულის შუა პერიოდში. მან გააფართოვა ლაგაშის გავლენა და ომი გამოუცხადა მეზობელ ქალაქებს. მისი მმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა სვავების სტელა. ეს არის ქვის მონუმენტი, რომელიც ასახავს ლაგაშის ჯარისკაცების რიგებს და მათ მიერ დამარცხებულ მტრებს. მონუმენტზე ასევე ნაჩვენებია, რომ სუმერელებისთვის მეფის ომი ითვლებოდა ბრძოლად, რომელიც ღმერთის ნებართვით ტარდებოდა. ომების მიზეზი მხოლოდ მეფის ძალაუფლების სურვილი არ იყო. ეს ასევე მნიშვნელოვანი მაგალითია ლაგაშსა და უმას შორის ხანგრძლივი კონფლიქტისა. ეს ორი ქალაქ-სახელმწიფო ერთმანეთს ედავებოდა ნაყოფიერი მიწის საზღვარზე და წყლის გამოყენების უფლებაზე სოფლის მეურნეობისთვის. შეიქმნა შეთანხმებები და იდგა საზღვრის აღმნიშვნელი ქვები, რათა საზღვარი დარეგულირებულიყო. მაგრამ როდესაც ორივე მხარემ შეთანხმება არ დაიცვა, ბრძოლა კვლავ განახლდა. ეს აჩვენებს, ამდენად მნიშვნელოვანია სასოფლო სამეურნეო მიწა და სარწყავი სისტემა თითოეული ქალაქის გადარჩენისთვის. იყვნენ მეფეები, რომლებმაც შეძლეს მეზობელი ქალაქების დამორჩილება, მაგრამ მათი ძალაუფლება მხოლოდ დროებითი იყო. როდესაც ძლიერი მეფე კვდება, ან მისი სამხედრო ძალა სუსტდება, ქალაქებს შეუძლიათ აჯანყდნენ და კვლავ გახდნენ თავისუფლებ. ამიტომ მთელი ადრეული დინასტიური პერიოდის განმავლობაში სუმერი არასდროს იქცა ერთიან ქვეყნად. წარმოიშვა პირველი დინასტიები და ძლიერი სამეფოები, მაგრამ ქალაქ-სახელმწიფოები მაინც განცალკევებულად დარჩნენ. ასეთ პირობებში ჩამოყალიბდა პოლიტიკური სისტემა, რომელსაც შემდეგი სამეფოებიც გამოიყენებდნენ მესოპოტამიაში. სანამ მეფეები იბრძოდნენ, სისტემა, რომელიც მათ მმართველობაში ეხმარებოდა, განაგრძობდა განვითარებას. და ეს იყო წერა. პირველი სიმბოლოები წარმოიშვა ურუკში, როგორც აღრიცხვის საშუალება. მაგრამ ადრეული დინასტიური პერიოდისთვის თიხის დაფაზე აღრიცხული აღარ იყო მხოლოდ ქერის, ცხოველების ან ქსოვილების რაოდენობა. წიგნობრებმა აღმოაჩინეს, რომ ერთი სიმბოლოს გამოყენება სხვადასხვა გზით შეიძლებოდა. ის შეიძლება აღნიშნავდეს საგანს, იდეას, სიტყვას ან ბგერას. ამის გამო შესაძლებელი გახდა სახელების, ტიტულების დაწერა, წინადადებების, სიმღერების, ლოცვების, კანონებისა და ამბების. ბგერების გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი რამ რთულია გამოსახატად. თითოეული სიტყვისთვის ახალი გამოსახულების შექმნის ნაცვლად, წიგნობარ არ შეუძლია გამოიყენოს ერთი სიმბოლო, რომელიც ჟღერადობით ემთხვევა იმ სიტყვის ნაწილისთვის, რომლის დაწერაც სურს. ამას ეწოდება რებუსის პრინციპი. ეს გავს თვალის გამოსახულების გამოყენებას, რომელიც არა მხოლოდ სხეულის ნაწილს აღნიშნავს, არამედ იმ ბგერასაც, რომელსაც სხვა სპობს იყენება სიტყვებშიც იყენებენ. ნელ-ნელა წერის საშუალებით შესაძლებელი გახდა უფრო მეტი რამის გამოხატვა, მაგრამ მისი სწავლაც უფრო რთული გახდა. წიგნობრებს უამრავი სიმბოლოს დამახსოვრება უწევდათ. მათი სხვადასხვა წაკითხვა და სიტყვების სწორი მიმდევრობა. ჩვეულებრივ წიგნობარი იყენებდა ლერწმისგან დამზადებულ სტილუსს. ის მის წვერს რბილ თიხაში აჭერდა, რათა შეექმნა პატარა ფორმები, რომლებიც წვეტიანს ან ლახვარს ჰგავდა. აქედან მოდის სახელწოდება კუნეიფორმი. ეს მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს სოლის ფორმას. სუმერელები ამას კუნეიფონს არ ეძახდნენ, მაგრამ თანამედროვე მკვლევარები ამ ტერმინს იყენებენ იმ სისტემისთვის, რომელიც მათ ტაბულებზე ჩანს. კუნეიფორმი ანბანი არ არის, ამ სიმბოლოებს შეეძლოთ მთელი სიტყვის ან ერთი მარცვლის გამოხატვა. სიმბოლოების გარეგნობაც და გამოყენებაც შეიცვალა 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. შემდგომში კუნეიფორმი სხვადასხვა ენაზე მოერგო. მას იყენებდნენ აკადელები, ბაბილონელები, ასურელები, ხეთები, ელამელები და სხვა ძველი ახლო აღმოსავლეთის ხალხები.
მისი მეშვეობით იწერებოდა მუშების ანაზღაურება, საკვების მიწოდება, მიწის გაყიდვა, ვალები, წერილები, დიპლომატიური შეთანხმებები, კანონები, რელიგიური ჰიმნები, სამედიცინო მკურნალობა და ისეთი ამბები, როგორიცაა გილგამეშის ეპოსი. რადგან ტაბლეტები თიხისგან იყო დამზადებული, მრავალი მათგანი გადარჩა ან შემონახულია. ზოგი თავისით გამაგრდა მშრალ მიწაზე. სხვები კი კიდევ უფრო გამტკიცდა, როცა შენობები, სადაც ისინი ინახებოდა, დაიწვა. ამ ტაბლეტების წყალობით ჩვენ მხოლოდ მეფეების სახელებს კი არ ვიცით. ასევე ხედავთ, რამდენი საკვები მიეცა ერთ მუშას, რა პროდუქტი გაგზავნა ვაჭარმა და რა პრობლემა აღწერა ერთმა ადამიანმა თავის წერილში. წერა დაიწყო როგორც მმართველობის ინსტრუმენტი, მაგრამ ის გახდა გზა, რომ შემენახა ადამიანების ხმა და გამოცდილება, რომლებიც ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ. სუმერში მხოლოდ წერა არ განვითარდა. მრავალი მნიშვნელოვანი ტექნოლოგია გამოიყენეს და გააუმჯობესეს სამხრეთ მესოპოტამიაში. თუმცა რთულია ზუსტად განსაზღვროთ, რომელი ადამიანი ან ქალაქი იყო თითოეულის პირველი გაამგონებელი. ბევრი იდეა წარმოიშვა სხვა ადგილას და თანდათანობით დაიხვეწა თაობების განმავლობაში. სოფლის მეურნეობაში მესოპოტამიელები იყენებდნენ გუთანს, მიწის დასამუშავებლად. არსებობდა გუთნები, რომლებიც ცხოველებს ეკაჩებინათ, რის გამოც უფრო დიდი ნაწილი მინდვრისა შეიძლებოდა მომზადებულიყო, ვიდრე მხოლოდ ხელით მუშაობისას. მოგვიანებით შეიქმნა თესვის გუთანიც. როცა ის ამუშავებდა მიწას, თესლს აგდებდა გაკეთებულ ხაზში. ამან ხელი შეუწყო დათესვის დაჩქარებას და მცენარეებს შორის უფრო სწორი დაშორების დაცვას. ბორბალიც მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ის მაშინვე არ გამოუყენებიათ სატრანსპორტო საშუალებებისთვის. მის ერთ-ერთ უძველეს გამოყენებად ითვლება მეთუნის ჩარხი, რომელიც ხელს უწყობდა უფრო სწორი და სწრაფი კერამიკის დამზადებას. როდესაც დადგა ძვეტრაწეტული მე-4 ათასწლეული, არსებობს მტკიცებულება, რომ მესოპოტამიასა და მის მიმდებარე რეგიონებში უკვე არსებობდა ბორბლებიანი სატრანსპორტო საშუალებები. შეუძლებელია დაზუსტებით ითქვას, რომ ეს მხოლოდ ერთმა ჯგუფმა გამოიგონა, რადგან პირველი მტკიცებულებები თითქმის ერთდროულად გამოჩნდა ევრაზიის რამდენიმე ნაწილში. სუმერში ურის სამეფო სასაფლაო და ნაპოვნი არტეფაქტის მიხედვით, ურის სტანდარტზე ჩანს საბრძოლო ეთლები. სუმერში ეთლებს იყენებდნენ პროდუქციის გადასატანად და სხვადასხვა ცერემონიალს. ეს სატრანსპორტო საშუალებები მტკიცე და მძიმე იყო. მათ 4 ბორბალი ჰქონდათ და მათ ველური ვირის მსგავსი ცხოველები ეწეოდნენ. ისინი ჯერ კიდევ არ გავდნენ მსუბუქ და სწრაფ ეთლებს, რომლებსაც სპიცები ჰქონდათ და რომლებიც შემდეგ საუკუნეებში გამოჩნდა. შენობების აგებაში სუმერელები ექსპერტები გახდნენ თიხის აგურის გამოყენებაში. ისინი ყალიბებდნენ თიხას მცენარეების ნარევით და აშრობდნენ ძის ქვეშ. შენობის მნიშვნელოვანი ნაწილებისთვის აგურს ასევე აცხობდნენ, რომ უფრო გამძლე ყოფილიყო. რადგან წვიმა და წყალი ადვილად აზიანებს თიხის აგურს, შენობების რეგულარული შეკეთება იყო საჭირო. როდესაც ახალი ტაძარი ძველის თავზე შენდებოდა, მიწის დონე ნელ-ნელა იმაღლებოდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა მაღალი გორაკი, რომელსაც დღეს თელს უწოდებენ. მესოპოტამიაში მშენებლებიც იყენებდნენ თაღებსა და კამარებს, აგურის სხობის მეთოდებს, რათა შეექმნათ მრუდე შესასვლელები. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ პირველები, ვინც ეს მეთოდები გამოიყენეს მთელ მსოფლიოში. თუმცა აშკარაა, რომ ისინი ოსტატურად იყენებდნენ ამ მეთოდებს თიხის ნაგებობებში. ტაძრები ქალაქის ცენტრად იქცა. მოგვიანებით აშენდა უფრო დიდი და საფეხუროვანი ტაძრის კოშკები, რომელსაც ზიგურატი ეწოდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უის ყველაზე ცნობილი ზიგურატი აშენდა ურის მესამე დინასტიის პერიოდში. ეს მოხდა ადრეული დინასტიური პერიოდის შემდეგ, რამდენიმე საუკუნის შემდეგ. დღეს რაც ჩანს, მისი ნაწილია. ეს სუმერის ისტორიის უფრო გვიანდელი ეტაპია. ზოგჯერ მას ბაბილონის კოშკის ისტორიას უკავშირებენ, რადგან ორივე აღწერს ძალიან მაღალ ნაგებობას მესოპოტამიაში. მაგრამ არ არსებობს ზუსტი გზა, რომ რომელიმე კონკრეტული ზიგურატი პირდაპირ დაუკავშიროთ ამ ამბის წარმოშობას. ზიგურატები უფრო ნათლად აჩვენებს საზოგადოების ორგანიზებას. საჭიროა ბევრი აგური, საკვები, მუშაკები და ზედამხედველები, რომ ასეთი დიდი პროექტი აშენდეს. ამიტომაც ეს ნაგებობები ასევე ტაძრისა და მეფის ძალაუფლების სიმბოლოა. ფელოვანთა ოსტატობა ჩანს ურის სამეფო სასაფლაოზე. იქ გათხრილ სამარხებში აღმოჩენილია სამკაული, მუსიკალური ინსტრუმენტები, ჭურჭელი, ბეჭდები, იარაღი და ოქროსგან დამზადებული სამკაულები. ვერცხლი, ნიჟარები და ლაზურიტი. ამ მასალების უმეტესობა ბუნებრივად არ გვხვდება შუმერში. ლაზურიტი მოდის თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიიდან. მისი მოტანა ურში ადასტურებს გრძელ და ორგანიზებულ სავაჭრო ქსელს. მაგრამ დიდრულ სიმდიდრესთან ერთად აშკარა იყო საზოგადოების დაყოფა. მაშინ როცა მეფეები და ელიტა ძვირფასი ნივთებით იმარხებოდნენ, უმეტესობა ჩვეულებრივი მოქალაქეებისა ცხოვრობდა როგორც გლეხები. მუშაკები ან ტაძრისა და სასახლის მსახურები.
ლუდს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მრავალი თიხის ტაბულა აღწერს ქერსა და ლუდს როგორც მუშაკებისთვის განკუთვნილი რაციონის ნაწილს. სრულიად ნათელი არ არის, სწორედ სუმერში აღმოაჩინეს თუ არა პირველად ლუდის დამზადება. რადგან მარცვლეულის ფერმენტაცია უფრო ძველია ვიდრე მათი ქალაქები, თუმცა მესოპოტამიელებმა დატოვეს ერთ-ერთი უძველესი და ფართო მტკიცებულება ლუდის წარმოების, განაწილებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. სასმელი ჩვეულებრივ ქერისგან მზადდებოდა და შესაძლოა უფრო სქელი ყოფილიყო ვიდრე თანამედროვე ლუდი. არსებობს გამოსახულებები, სადაც ადამიანები გრძელ ჩალებს იყენებენ, რომ დიდი ჭურჭლიდან დალიოთ. ცალა შესაძლოა ეხმარებოდა მათ, რომ ნალექი და მარცვლების ნაჭრები არ მოხვედრილიყო სასმელში. ლუდი ასევე მნიშვნელოვანი იყო რელიგიაში. სუმერულ ქალღმერთს სინინკას ლუდის დამზადებას უკავშირებდნენ. ერთ ჰიმში, რომელიც ადრეული დინასტიური პერიოდის შემდეგ დაიწერა, დუღარიანი სასმელის მომზადების პროცესი აღწერილია როგორც ქება ღმერთ ქალისთვის. არსებობს უძველესი რეცეპტებიც, რომლებიც ცხიმსა და თუთე-ნივთიერებებს იყენებენ დასუფთავებისთვის ან წამლის დასამზადებლად. თუმცა რთულია ყველა ამ ნაზავის ზუსტად თანამედროვე საპონად მიჩნევა. ამედროვე საპონად მიჩნევა. ინგრედიენტები და დანიშნულება განსხვავებულია. და ამ ყველაფრის ამსახველი მრავალი ტაბლეტი მესოპოტამიის უფრო გვიანდელი პერიოდიდან მოდის. სუმერელების ნამდვილი წვლილი მხოლოდ იმ ნივთების გრძელ სიაში არ გამოიხატება, რომელთა გამოგონებაც მათ მიეწერებათ. უფრო მნიშვნელოვანია ის თუ როგორ აერთიანებდნენ ისინი ტექნოლოგიებს. მათ ირიგაციას, მიწათმოქმედებას, სპეციალიზებულ შრომას, ვაჭრობას, ტაძრებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ მთავრობასა და წერას. ამის წყალობით მათ შეეძლოთ ათასობით ადამიანის მართვა, რომლებიც ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ. თუმცა იგივე სისტემა მეფეებს კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება მისცა. მწიგნობრების დახმარებით, რომლებიც გადასახადებსა და მუშებს აღრიცხავდნენ, ხელოსნების დახმარებით, რომლებიც იარაღებსა და სატრანსპორტო საშუალებებს ამზადებდნენ და მოსავლის დახმარებით, რომელიც ვრცელ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოდიოდა. ქალაქს მუდმივი სამხედრო ძალის შენახვა შეუძლია. ამიტომ გამოგონებები, რომლებმაც სუმერში ცხოვრება გააუმჯობესა, სწორედ მათ მისცეს მეფეებს შესაძლებლობა უფრო ფართო მიწები დაეპყროთ. მალე ქალაქ უმადან ერთმა ლიდერმა თითქმის გააერთიანა მთელი პირველი. მაგრამ მისი წარმატება გზას გაუხსნის კიდევ უფრო ძლიერ დამკობელს. მეფეს რომლის მთავარი ენა სუმერული არ იყო და რომელიც დაარსებს მესოპოტამიაში პირველ დიდ იმპერიას, თუმცა წერასა და მართლობის განვითარებასთან ერთად მესოპოტამიელთა ცოდნა მათემატიკაშიც გაიზარდა. ისინი იყენებდნენ რიცხვით სისტემას, რომელიც 60-ზე იყო დაფუძნებული. 60 ძალიან გამოსადეგი იყო, რადგან მისი გაყოფა ბევრ რიცხვზე მარტივად შეიძლებოდა. ეს ეხმარებოდათ მიწის გაზომვაში, საკვების გაყოფაში, პროდუქციის აღრიცხვაში და შენობების დაგეგმვაში. ამ ტრადიციიდან წარმოშობილია რამდენიმე სისტემა, რომელსაც დღესაც ვიყენებთ. მაგალითად, 60 წუთი 1 საათში, 60 წამი 1 წუთში და 360 გრადუსი 1 წრეში. მწიგნობრებმა ისწავლეს ველის ფართობის, საცავის ტევადობის, მარცვლეულის რაოდენობისა და მშენებლობისთვის საჭირო მასალების გამოთვლა. შემდგომ პერიოდში ბაბილონელებმა კიდევ უფრო გააფართოვეს ეს ცოდნა, მათ განავითარეს ეს ცოდნა ალგებრაში, გეომეტრიასა და ასტრონომიაში. მესოპოტამიელები ასევე იყენებდნენ მთვარის მოძრაობას კალენდრის შესაქმნელად, ჩვეულებრივ მას 12 თვე ჰქონდა, რადგან მთვარის წელი უფრო მოკლეა ვიდრე მზის წელი, ისინი ზოგჯერ დამატებით თვეს ამატებდნენ, რათა კალენდარი დათესვის სეზონთან შესაბამისობაში ყოფილიყო. კანონიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მესოპოტამიაში ერთ-ერთი უძველესი შემორჩენილი სამართლის კოდექსი უკავშირდება ურნამუსს. ამ კოდექსში განხილულია საკითხები, რომლებიც ეხება ძალადობას, ზიანს, ქორწინებას, საკუთრებასა და სასჯელს. მთავრობის მართვისთვის საჭირო იყვნენ მწიგნობრები. ისინი სწავლობდნენ წერას, მათემატიკას, სამართალს, რელიგიას და ადმინისტრაციულ ჩანაწერებს. ისინი იწერდნენ გადასახადებს, საკვებს, მიწას, მუშახელს და მეფის ბრძანებებს. თუმცა როგორც კი სუმერების ცოდნა ფართოდებოდა, ქალაქებს შორის ბრძოლებიც მზაფრდებოდა. ძვედათალეცდიობის 24 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა სარგონ აკადელი. აკადური იყო სემიტური ენა, რომელსაც იყენებდნენ ჩრდილოეთ მესოპოტამიაში. აკადურად და სუმერულად მოლაპარაკე თემები დიდი ხანია ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ. ერთ-ერთი ამბის მიხედვით, რომელიც საუკუნეების შემდეგ დაიწერა, სარგონი, როგორც ჩვილი, კალათაში ჩასვეს და მდინარეში გაატანეს. ეს იყო ლეგენდა მისი წარმოშობის შესახებ. ისტორიულად, სარგონი გიშის მეფეს ემსახურებოდა, მანამ სანამ ძალაუფლებას აიღებდა და საკუთარ ბედაქალაქს აკადში დაარსებდა. სარგონმა დაამარცხა ლუგალ საგესი, რომელიც იმ დროს სუმერის მრავალ ქალაქს მართავდა. ამის შემდეგ მან სამხრეთის მთავარი ქალაქ-სახელმწიფოები ერთ მმართველობაში გაერთიანა. აკადელთა დინასტიამ თავისი კონტროლი მესოპოტამიის სხვადასხვა ნაწილსა და მიმდებარე რეგიონებზე გაავრცელა. მეფეებმა გუბერნატორები დანიშნეს, მნიშვნელოვან ადგილებში ოფიციალური პირები და სამხედრო გარნიზონები დააყენეს.
ამის შედეგად ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ფართო და ცენტრალიზებული იმპერია ჩამოყალიბდა. აკადელთა იმპერიამ თავისი ძალაუფლების პიკს ნარამ-სინის, სარგონის შვილიშვილის მმართველობის დროს მიაღწია. მან მიიღო ტიტული 4 მხარის მეფე და თავი ღმერთის მსგავსად წარმოაჩინა. თუმცა, ასეთი უზარმაზარი იმპერიის შენარჩუნება რთული იყო. საჭირო იყო აჯანყებების შეჩერება, ვაჭრობის გზების დაცვა და შორეულ ადგილებში მყოფი ჯარისკაცებისთვის რესურსების მიწოდება. ნარამ-სინის შემდეგ ცენტრალური მთავრობა დასუსტდა, აჯანყებები გახშირდა, დინასტიის შიგნით ბრძოლები დაიწყო და იმპერიის გარედან ჯგუფების ზეწოლა გაძლიერდა. მათ შორის იყვნენ გუთიანები, ჯგუფი, რომელიც აღმოსავლეთის მთებიდან მოდიოდა. აკადიანთა იმპერიის დასუსტების შემდეგ მათ მესოპოტამიის ზოგიერთი ნაწილი დაიკავეს. შემდგომი შუმერული ტექსტები მათ დამპყრობლებად აღწერს, რომლებმაც ქაოსი მოიტანეს. თუმცა, შესაძლებელია ეს ნაწილი იყო იმ მეფეების პროპაგანდისა, რომლებიც მათ შემდეგ მოვიდნენ. სავარაუდოა, რომ აკადიანთა იმპერიის დაცემას მრავალი მიზეზი ჰქონდა. მათ შორის იყო პოლიტიკური კონფლიქტი, აჯანყებები, ვაჭრობის პრობლემები, ახალი ჯგუფების შემოსვლა და სავარაუდოდ ძლიერი გვალვა ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილში. შემდგომში უტუხეგალმა ურუქის მმართველმა დაამარცხა გუტიანთა უკანასკნელი ცნობილი მეფე. თუმცა მისი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელდა, შემდეგი მთავარი მმართველი იყო ურ-ურნამუ, ურის მეფე. დაახლოებით 2112 წელიწადში, შუავე წიწანდეას, მან დააარსა ურის მესამე დინასტია და ხელახლა გააერთიანა შუმერისა და აქადის დიდი ნაწილი. ურ-ურნამუმ დაიწყო ქალაქების კედლების აღდგენა, ტაძრებისა და არხების. მის დროს დაიწყო დიდი ზიგურატის მშენებლობა ურში. ეს იყო უზარმაზარი, საფეხუროვანი ტაძარი ნანასთვის, თვარის ღმერთისთვის. სამეფო კიდევ უფრო გაძლიერდა მისი შვილის შულგის მმართველობის დროს. ტერიტორია დაყოფილი იყო პროვინციებად და იმართებოდა გუბერნატორების მეშვეობით. მწერლების, გადასახადების ამკრეფებისა და სხვა მოხელეების მიერ. მთავრობამ ასევე გამოიყენა სისტემა, რომელსაც ბალა ეწოდებოდა. ამ სისტემის მიხედვით სხვადასხვა პროვინცია ცენტრალურ ხელისუფლებას განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით აწვდიდა მარცვლეულს, პირუტყვს და სხვა პროდუქტებს. ამ პერიოდში უამრავი თიხის ტაბულა შეიქმნა, ციგნობრები აგრიცხავდნენ გადასახადებს, სამუშაოებს, მიწას, საკვებსა და პროდუქციის გადაადგილებას. ამის გამო, უძველეს მესოპოტამიაში ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალიზებულ მთავრობად იქცა ურს მესამე დინასტია. ამ პერიოდშიც კვლავ გაძლიერდა სუმერული როგორც მთავრობის ენა, რელიგიაში და ლიტერატურაში, თუმცა აქადური იყო ის, რასაც ბევრი ადამიანი ყოველდღიურად საუბრობდა. ბიუროკრატიის ზრდასთან ერთად იზრდებოდა სამეფოს ხარჯებიც. ბევრი საკვები იყო საჭირო მოხელეებისთვის, მუშაკებისთვის და ჯარისკაცებისთვის. როცა მეფე სუსტდებოდა, შორეული პროვინციების კონტროლი უფრო რთული ხდებოდა. სასოფლო-სამეურნეო სფეროშიც იყო პრობლემები. ხანგრძლივი მორწყვით ნიადაგში გლოვდებოდა მარილი. მარილის დონის ზრდისას მოსავალი იკლებდა და საკვების წარმოება მცირდებოდა. ამასთან ერთად დასავლეთიდან უფრო და უფრო მეტი ამორეველი შემოდიოდა. აღმოსავლეთიდან კი ელამის მხრიდან გაიზარდა ზეწოლა. ეს არის რეგიონი, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ირანის ტერიტორიას. ბოლო მეფის იბისინის დროს რამდენიმე ქალაქი გამოეყო და შეწყვიტა საკვების და გადასახადების გაგზავნა. დაახლოებით 2004 წელიწადში ჩვენს ერამდე ელამის და მისი მოკავშირეების ძალებმა იერიში მიიტანეს ურზე. იბისინი დაატყვევეს და ურის მესამე დინასტია დაემხო. ურისთვის გოდება აღწერს ქალაქის განადგურებას როგორც დიდ კატასტროფას. მან მოთხრა ტაძრების განადგურების, ხალხის სიკვდილისა და ღმერთების მიერ საკუთარი ქალაქის მიტოვების შესახებ. ეს არის რელიგიური და ლიტერატურული აღწერა იმ ძიმე ტრაგედიისა, რომელიც საზოგადოებამ გადაიტანა. ურის დაცემის შემდეგ აღარასოდეს ჩამოყალიბდა ფართო სახელმწიფო, რომელსაც სუმერული დინასტია ხელმძღვანელობდა. მესოპოტამია დაიყო ახალ სამეფოებად, როგორიცაა ისინი, ლარსა და მოგვიანებით ბაბილონი. სუმერული ენა ნელ-ნელა გაქრა, როგორც ყოველდღიური ენა. თუმცა ის კვლავ გამოიყენებოდა მწიგნობრების მიერ ტაძრებში, სკოლებში, ლიტერატურასა და რელიგიურ ცერემონიებში, მრავალი საუკუნის განმავლობაში. აქადელებმა, ბაბილონელებმა და ასურელებმა აიღეს და გააფართოვეს სუმერების მრავალი ტრადიცია. მათ გამოიყენეს ნურსმული დამწერლობა, ფარგლეს ისტორიები, თაყვანს სცემდნენ ზოგიერთ იმავე ღმერთებს და გააგრძელეს მათემატიკის ცოდნის განვითარება. ასტრონომია, სამართალი და მმართველობა. სუმერები ერთ დღეში არ გამქრალან, ისინი ნელ-ნელა შეერწყნენ მესოპოტამიის სხვა მოსახლეობას. სანამ აღარ გახდა ადვილი მათი ცალკე ჯგუფად გამოცნობა. მათი პოლიტიკური ძალაუფლება დასრულდა, მაგრამ გაგრძელდა ის სისტემები, რომელთა შექმნაშიც მათ ცვლილი შეიტანეს. ქალაქი, წერა, დამწერლობა, ორგანიზებული მმართველობა, ვაჭრობა, სამართალი და ცოდნის აღრიცხვა გახდა საფუძველი მრავალი მომდევნო ცივილიზაციისთვის. ამიტომ სუმერების ნამდვილი მემკვიდრეობა მხოლოდ ურისა და ურუკის ნანგრევებში არ ჩანს. ის ჩანს იმ იდეებშიც, რომ სიტყვა შეიძლება დაიწეროს, დრო გაიზომოს.
ქალაქის მართვა და ცოდნის გადაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ათასობით წლის შემდეგ იცხოვრებენ.